ჩვენ გადაცემაში ჩაგვერთვება ჩვენი მორიგი სტუმარი, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვეყოლება ჩვენ სტუმრად. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. დაუშვედობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. ბატონო დიმიტრი, აი თქვენც ადევნებდით თვალყურს რაც ხდებოდა გუშინ რუსთაველზე, აი ამ კანონთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ დეჟავიუ შეგრძნება გვაქვს ყველას, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე პროცესები მიდის, არაფერი არ იცვლება. იგივე განცხადება ამერიკიდან, იგივე განცხადება მოდის ევროპიდან. ფაქტია, რომ მათ სურთ საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება. თუ თქვენ მიიღებთ ამ კანონსო, მერე თქვენ თავს დააბრალეთო, გვითხრეს ესე. და თან ამას აყვა აქ მათი მეხუთე კოლონა, ეს მოღალატე ინტელიგენცია, ეს მათი მოღალატე NGO-ები და ფაქტია, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. აი საკითხავი ის არის ხელისუფლება აპირებს თუ არა უკან დახევას, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ წინა ჯერზე მათ დაიხიეს უკან. მაგრამ ეხლა იძახიან არ დავიხევთ. აი თქვენ რა პროგნოზი გაქვთ ეხლა აი ამ მოვლენებიდან გამომდინარე, როგორ წარიმართება პროცესები? მოდით თანმიმდევრულად ავუხსნათ ჩვენ საზოგადოებას, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქმე იმაზე უფრო სერიოზულად დგას, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, ეს არ არის უბრალოდ კანონპროექტის ინიცირების მორიგი აქტი და რაღაცა, ესე იგი, შეჯახება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რაღაცა შეუთავსებლობასა და მიუღებლობასთან დაკავშირებით. არა, ამას გააჩნია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოქმედების ცენზი, ამ საკანონმდებლო ტრილოგიას შეიძლება ასე ითქვას ბატონო ნიკოლოს, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ერთ კანონზე საუბარი, მოგეხსენებათ 3-დან 1 უკვე მიღებულია, ეს არის გენდერული კვოტის ამოღება, რაც არის ძალიან გამაღიზიანებული გლობალური დასავლეთისთვის, იმიტომ რომ საპარლამენტო სიების კვოტირებას გენდერის ნიშნით აქ ერთადერთი დატვირთვა, არავის არ ეგონოს და არავინ არ მოთხოვდეს, რომ ქალთა ზრუნვით არის ეს განპირობებული და ღამეები არ ძინავთ ქალებზე ზრუნვით. არა, რა თქმა უნდა, აქ არის ტრანსგენდერებზე და LGBTQ ეგრეთ წოდებული თემის წარმომადგენელთა სავალდებულო კვოტირების შემდგომი შემოღების პერსპექტივაზე საუბარი, რაც არის აგრესიული გენდერიზაციის და გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ანუ ჩვენაირი საზოგადოების მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლისგანაც თავის სხვათა შორის აზერბაიჯანმა დაიძრინა, რომლის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ხარისხი ჩვენგან განსხვავებით 70%-ზე მეტია. საქართველოში დღეს თუ ჩვენ შევძელით და აი ამ ტრილოგიის ასე ვთქვათ გატანა მოვახერხეთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვდარი 0 წერტილიდან დავიძარდეთ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საკითხში, იმიტომ რომ გენდერული კვოტის გარდა არის ორი ინიციაცია კიდევ. ერთი არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც უკავშირდება LGBT პროპაგანდის აკრძალვას არასრულწლოვანთა საერთო უფლებების ზრუნვის ოფიციალური მიზეზით და ასევე კანონი, რომელიც ძალიან აღელვებს მთელ დაქირავებულ ხროვას, ასე ვთქვათ, საუბარია 20,000 ბენეფიციარზე, ბატონო ნიკოლოს, რომლებიც წელიწადში იღებენ 400 მილიონ ლარს. და სხვა შორის მთავრობის ხდომაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კობახიძემ გააკეთა ძალიან საინტერესო რემარკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ძალებს შორის აი 7-ის მაგალითი მოიყვანა. 7 ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჯამურად იღებენ 85 მილიონ ლარს წარმოიდგინეთ წლიურად დაფინანსების სახით, მათ ასახული საკუთარი დეკლარაციიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ხარჯვითი ნაწილი ასახული აქვს მხოლოდ 18%-ის ოდენობით. დანარჩენი პროცენტები, ასე ვთქვათ, დანარჩენი მოცულობა და ოდენობა თანხისა არის სრულიად გაუმჭვირვალე. ანუ სად იხარჯება, ხმარდება თუ არა მაგალითად აკერმანის მსგავს სემინარებს, ხმარდება თუ არა მაგალითად სერბეთიდან ჩამოყვანილი ოტპორის მიერ წარმოებული სემინარებისა და ტრენინგების დაფინანსების საკითხს, ხმარდება თუ არა ახალგაზრდების მოსყიდვის, მათი შეცდომაში შეყვანის, გარეთ გამოყვანის. თქვენ არც ის დაგავიწყდეთ, რომ უმრავლესობა მათგანს აქვს პირდაპირ წვდომა აუდიტორიებამდე, მაგალითად ლიბერალური კადრების სამჭედლოდ ქცეულ ილიაუნის უნივერსიტეტში გიორგი მელაძე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აღუდგეთ მომავალში ჩვენ წინ ამ მსგავსი ტიპის აკადემიური წრეების ჩართულობას სასწავლო პროცესში. ეს ის გიორგი მელაძეა, რომელიც პატრიარქს ყველა ლექციაზე აგინებს.
ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ლანძღავს ტრადიციულ ფასეულობებს, ღირებულებებს და მაქსიმალურად ცდილობს ისეთ ტიპის კომუნიკაცია იქონიოს სტუდენტებთან, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ რაღაცა ესეთი მიჯაჭვულობა ვალდებულებითი ურთიერთობის კუთხით ლექტორთან. მაგალითად, როცა შენ ლექტორი გეუბნება, რომ შენი ნიშნის მიღების შემდგომი პერსპექტივა გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ ლოიალურობასთან, როდესაც შენ გეუბნებია, რომ ქუჩაში უნდა გამოყვიდე ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე, ბუნებრივია შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, როდესაც არ გაგაჩნია ხედვა, პრინციპები და ასე ვთქვათ, მწყრალად ხარ შენს გარკვეულ ტრადიციულ ფასეულობებთან, რომ საკუთარი ნიშანი არჩიო იმ რეალურ წვდომას ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუ რას ეხება ეს კონკრეტული ცვლილებები. სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი არის ღრმა შეცდომაში შეყვანილი. ამასთან დაკავშირებით თამარ კორძაიამ ღიად გააკეთა განცხადება, რომ ეხლა ჩვენ სტუდიაში არ უნდა ვისხდეთო. ეხლა ჩვენ უკვე აუდიტორიადან აუდიტორიაში უნდა გადავდიოდეთ და უნდა უხსნიდეთ ახალგაზრდებს აი იქ ქუჩაში გამოსვლის მნიშვნელობას. ამას გეუბნებით ჩარშან 7-8 მარტის აქციის დაორგანიზების მომენტში. ეხლა არაფერი არ იცვლება. ეხლა იგივე ხდება, როგორც მოგახსენეთ, ტრილოგია ამ შემთხვევაში წარმოდგენილი და არა მხოლოდ ერთი ინიციატივა, რომელიც NGO სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფი კანონმდებლობის შემოღებას გულისხმობს საქართველოში, რაც არის პირდაპირი კალკა ამერიკული ფარასი, ხოლო ამერიკული ფარას პირდაპირი დანიშნულება კვაზი პოლიტიკური მიზნების გაშიფრვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროცესში, რომლებიც ვითომ ფინანსდებიან, ვთქვათ, სამოქალაქო ინტეგრაციის, ვთქვათ, გარემოს დაცვითი პრობლემატიკის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მთელი აკუმულირებული თანხის უდიდესი ნაწილი შემდგომ ხმარდება პოლიტიკურ მიზნებს. და რა თქმა უნდა, 2024 წლის 26 ოქტომბრის ეპოქალური არჩევნების დადგომამდე რამოდენიმე თვით ადრე, როდესაც პავლოვის რეფლექსია გაჩენილი აი ამ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ძალებს, რომლებიც შედგებიან 15 გეი პოლიტიკური პარტიისგან არ დაგვავიწყეს, ყოველთვის შევახსენოთ, რომ 2021 წლის 4 მაისს აი ამ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც გუშინ ეყარნენ რუსთაველის გამზირზე და რომლებიც ლამობენ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციის გზით მოხდეს სისხლისღვრა, ხელი მოაწერეს გეი მემორანდუმს. გეი მემორანდუმს, რომლის ინიციატორი იყო ქალბატონი კელი დეგნანი და ბატონი კარლ ჰარცელი, ამერიკის ელჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში. და გახსოვთ თქვენ, ვინც მოაწერა ხელი, ყველა მიიღო მწვანე შუქი ამერიკელებისგან და ევროპელებისგან იმისთვის, რომ მათ მომავალში არამხოლოდ იყარონ კენჭი უბრალოდ, არამედ მიიღონ გარანტირებული დაფინანსება იმისთვის, რომ გაჭირვების ზღვარზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან მიმართებით იქონიონ გარანტიები მათთან, ასე ვთქვათ, გარკვეული ვთქვათ, გარიგებითი ურთიერთობებისა. თუ ფინანსები არ ექნებათ, თუ მედია საშუალებები არ იარსებებენ და არ იქონიებენ გავლენას ადამიანების აზრის ფორმაციაზე, ბუნებრივია, მაშინ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მთელი ბრძოლა აქვთ წაგებული. იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ამ შემთხვევაში კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების შესაძლებლობა არის მხოლოდ ერთ შემთხვევაში გარანტირებული, თუ კი კონსერვატულ ფრთას მინიმუმ არ შეუშლის ხელს, ეს ერთი შემთხვევა, ხოლო მეორე შემთხვევა, თუ კი 2012 წლის პრეცედენტს გაიმეორებს და იმ ავიამზიდზე, რასაც მომავალი სახელისუფლებო კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა შედგეს პარლამენტში, ასევე დაუშვებს კონსერვატულ ძალთა ერთობას. რატომ? ბატონო ნიკოლოზ, იმიტომ რომ ქართული ოცნების წესდებაში პირდაპირ წერია, რომ მათი მიმართება, ანუ მათი იდეოლოგია ეს არის სოციალ-დემოკრატია და კონსერვატიზმი. პირდაპირ წერია კონსერვატიზმი. აქედან გამომდინარე შეუთავსებლობა განსხვავებით 2012 წლისგან, როცა რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები და კონსერვატული პარტია ძიძიგურის ერთად შეყარა ბატონმა ბიძინამ ერთ ბეღელში, ასე თქვა და ერთად შეიყვანა შემდგომში პარლამენტში, იმისგან განსხვავებით ეს უხერხულობა აცილებული იქნება თავიდან და სრულიად კანონიერი იქნება, ლოგიკური იქნება და არავის კითხვა არ გაუჩნდება, რატომ კონსერვატულ ძალთა ერთობა ქართულ ოცნებასთან. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ ვიცი, კარგი იურისტი ხართ და ეს საკითხი გავლილი გექნებათ და გაშიფრულიც გექნებათ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 2017 წელს შესული საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს ერთ მნიშვნელოვან დეტალს. მომავალ პარლამენტში აღარ იარსებებს უმრავლესობა და უმცირესობა. იარსებებს მხოლოდ უმრავლესობა და ოპოზიცია. ხოლო მესამე ქვედანაყოფი, რომელიც ძირითადად ორ გამარჯვებულ პარტიასთან ერთად შევა პარლამენტში, დარჩება დილემის წინაშე, დადგება დილემის წინაშე. ანუ არჩევანი უნდა გააკეთოს, იქნება ის უმრავლესობასთან, თუ იქნება ის უმცირესობასთან და როგორ ფიქრობთ, ეხლა თქვენ რომ პარლამენტში შეხვიდეთ
კონსერტულ ძალებთან ერთად არჩევანს ვიზე გააკეთებთ. გინდა არ გინდა ოცნებაზე, ხო მართალია. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ოცნების მიმართ ზღვარ გადასული, ასე თქვათ, მე კრიტიკაზე არ მაქვს საუბარი, კრიტიკა აუცილებელია, საჭიროა, ჯანსაღია, მაგრამ ესეთი გააფთრებული რაღაცა ესეთი ზღვარს გადასული ლანძღვა ჩემი აზრით წმინდა პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით არის არასწორი, იმიტომ რომ ხვალინდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა გინდა არ გინდა, მოგწონს არ მოგწონს, სიმპათია გაქვს თუ არა გაქვს, შენ უნდა შეადგინო, ასე თქვა, ქართულ ოცნებასთან, თუ კი გაგაჩნია პოლიტიკური პრაგმატიზმი ხა. ემოციების დონეზე მე ძალიან კარგად მესმის, მე თვითონ სოლიდარული ვარ, თქვა, იგივე კონსერტული მოძრაობის მიმართ ჩადენილი აი გაუგონარი შეიძლება ითქვას აღვირახსნილი დისკრიმინაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩაიდინა საჯარო რეესტრმა კორუფციის ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილი ჯერჯერობით გაუგონარი თუ გაუგებარი შუამდგომლობის საფუძველზე, არ ვიცი ასეთი რა ეწერა იმ რა გვარია ეს კაცი კუპრაშვილია თუ არ ვწდები, რაჟდენია რა, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მიწერილ წერილში, რომ მიღებიდან 5 წუთში რამე კი არ დაადგინეს ამბავი ან კი არ მიწერეს თქვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, გნებავთ ქარდავას, გნებავთ მორგოშიას, არამედ დაადგნენ და პარტიის ლიკვიდაცია მოახდინეს. ესეთი რაღაცა საქართველოში არასდროს მომხდარა, სპეციალურად ვეძებდი მსგავსი ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში. თავისუფალ სამყაროში თუ არსებობს და არ მინახია, არ შემკვიდრია ეგეთი რაღაცა. 7 წელია პარტია არსებობს, მათ შორის 2021 წლიდან არის ოფიციალურად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომელმაც ერთხელ გამოუგზავნა ხარვეზები შეასწორეს, ნოტარიუსმა მონაწილეობა მიიღო, ნოტარიალური აქტი გამოცემულია, სანოტარო პალატა, ასე თქვა, თანახმად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში იღებდა თავის დროზე პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მონაწილეობდა ნოტარიუსი, ყველაფერი დადგენილია, ყველაფერი დადასტურებულია, ყველაფერი რეგისტრირებულია და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიწერილი წერილი საფუძველზე 5 წუთში გააუქმა პარტიის რეგისტრაცია. როგორ შეიძლება არ იყო სოლიდარული ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ? ერთი რომ უნდა იყო და მეორეა რომ ეს მარტო მაგ პარტიას კი არ ეხება, კაცო. ეს გვეხება ყველას მთლიანად. ეს ეხება იმას, რომ კონსტიტუციის მიმართ არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ ორგანული კანონმდებლობის მიმართ არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და ვიღაცამ სერიოზულად აურდაურია ამ ქვეყანაში ხელი. და მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის ქართული ოცნების უმაღლესი ეშელონის ინტერესებში და მათგან მომდინარე გარკვეული მოქმედება. კი ბატონო, გეთანხმებით და ჩვენ სოლიდარული ვართ კონსერვატიული მოძრაობის მიმართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ამერიკის ელჩის ვიზიტს ქართული ოცნების ოფისში, როდესაც ის შეხვდა პარტიის თავმჯდომარეს, რაღაც საეჭვო დაემთხვა ეს ყველაფერი და ერთი რამეა, აი თქვენ თქვით რა გამოწვევებიც არის, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაიტანს აი ამ აგენტების კანონს ბოლომდე, თუ კლავაც მოუწევს უკან წაღება ამ ყველაფრისა, რაც მისთვის კატასტროფა იქნება, იმიტომ რომ ეხა რეპუტაციულად ერთხელ დაზარალდნენ, ეხლა არჩევნების წინ მათ რო ეს კიდე გაიტანონ უკან, ეს არის ხარაკირის ტოლფასი ფაქტობრივად, მაგრამ იმასაც კარგად ხედავთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებს ქართულ ოცნებას, მიიღებთ და ჩამოგაგდებთო, რა ხა პირდაპირ ჩამოგდებაზე არ უთქვიათ, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე, რაც მათ თქვეს, ეგ მაგას ნიშნავს, რომ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩამოგაგდებენ, იმიტომ რომ ხა დინების საწინააღმდეგო ცურავს, რომ გამსახურდიაზე თქვეს და ჩამოაგდეს. იგივე შევარდნაძეზე თქვეს, რომ აცდა დემოკრატიის გზასო და რევოლუციამ მოუწყვეს. ანუ როგორ ფიქრობთ, აი ძალიან დიდი წნეხის, დიდი დარტყმის ქვეშ არის ხელისუფლება. ეყოფათ მათ ძალები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიტანონ? საინტერესო შეკითხვაა და მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის რომ ქართულმა ოცნებამ შემოატრიალა კანონი, რომლის ინიციატორი თვითონ არ ყოფილა პირველ ჯერზე, ფორმალურად, ეს იყო ხალხის ძალა, მოგეხსენებათ, ამით აღიარა ის შეცდომა, რომელიც მან თავის დროზე დაუშვა. იმიტომ რომ ასეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე ზრუნვის პირდაპირ პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ემყარებოდეს უმრავლესობის პასუხისმგებლობას და არა ერთი ქვედანაყოფისა, რომელიც ფორმალურად გამიჯნულია უმრავლესობისგან, ანუ გულისხმობ მართველი პარტიისგან, თუ რომ უმრავლესობის წევრი არის ბუნებრივია, მაგრამ გამიჯნულია მართველი პარტიისგან და გახდა, ასე ვთქვათ, ინიციატორი. ამან კიდევ უფრო გააღრმავა შესაძლებლობა ადეპტი მანიპულატორების მხრიდან
რომ აეტეხათ ერთი განგაში ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ მაშინ თავიანთ საწადელს მიაღწიეს ტაქტიკური სვლა უკან დახევისა იყოს ძალიან სწორი, ძალიან დროული, იმის დაყოვნება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ იქ იყო ინფორმაციები როგორც ჩანს სპეცსამსახურების დონეზე, თუ რა ტიპის ღონისძიებათა ერთობლიობა იგეგმებოდა ქვეყნის ასარელად. მაგრამ მე მივესალმები, აი მე დავწერე კიდეც ბატონო ნიკოლოს ჩემს Facebook გვერდზე, რომ მივესალმები, რომ ქართულმა ოცნებამ ამითი ერთის მხრივ აღიარა თავისი ტაქტიკური შეცდომა, რომელიც დაუშვა შარშან მარტის თვეში, მაგრამ მეორის მხრივ უკან არ დაიხია და არა მხოლოდ ერთი კანონ პროექტი, რომელიც უკავშირდება NGO სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობის საკანონმდებლო ინიციატივას, არამედ იქვე LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო არა მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი დაანონსა, რომელსაც ჭირდება 113 ხმა, ხოლო 84 ხმა აქვს დღეს უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში და ამითი შესაძლებლობა გახდება მოხდეს სრული ილუსტრაცია იმ ძალებისა, იმ სუბიექტებისა, მათ შორის იმ გრძელცხვირა ერთი პარლამენტის წევრისა, რომელიც ძალიან იქადნება ქართულ ვაჟკაცობაზე და საქმეზე რო დგება გეი პროპაგანდისტად გვევლინება, როგორც ჩანს, იმიტომ რომ გამოვიდა და ღია თქვა, რომ გეი პროპაგანდის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. შემირცხვენია ნებისმიერი ქართველი, რომელიც საქართველოს მაცხოვრებელია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ასე ვთქვათ, ეთნოსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. შემირცხვენია ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მხარს არ დაუჭერს გეი პროპაგანდის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივას. და რა თქმა უნდა, როდესაც ამასთან ერთად კიდე გენდერული კვოტების ამოღების საკითხი დღის წესრიგში დადგა და სიტყვა ითქვა და შესრულდა და მან მიიღო კანონის დასრულებული სახე, აი ამას სულ გააცოფა ბუნებრივია ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც მეოთხე განცხადება გააკეთა გუშინ ბატონმა მილერმა ღიად გააკეთა განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არაფრის დიდებით არ გაბედოს და ამ კანონ პროექტს არ მისცეს დასრულებული კანონის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უიზრუნებს, რომ გაეცეს ამას ყველაფერს ხისტი და ადეკვატური პასუხი. რაც ნიშნავს ხისტი და ადეკვატური პასუხი. აი გამოვიდა ახლა ევროკავშირის ევროპარლამენტის სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ვოლოსი და იმან ღიად დაადანაშაულა ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში. ანუ თუ შენ სუვერენიტეტს პატივს წემ, მაშინ კულტურათა დიალოგში ვისაც ეპატიჟები და ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა რა, ფორმალურად ასე ვქვია, ჩვენი სუვერენიტეტისადმი პატივისცემის გამოხატული პოლიტიკური ნება ევროკავშირს უნდა კონდეს მუდმივად თან, ასე ვთქვათ. და ამას არ უნდა მალავდეს და ამას არ უნდა იყენებდეს ორმაგი სტანდარტებისთვის. იმას რომ ჩვენ არ ვამბობთ ხო, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე, რომ ეს იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი რაღაცა უმკაცრესი სანქციით განსაზღვრული მოქმედება. არამედ დაიჯება ჯარიმით კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ მოახდენს დეკლარირებას წლის კონკრეტულ ვადაში მის მიერ გახარჯული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. რა არის ამაზე დემოკრატიული, რა არის ამაზე ნორმალური. მე თვითონ ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დირექტორი ვარ ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და როგორც ჩარშან, ისე წელს მხარს უჭერ ამ კანონს. იმიტომ რომ ვისაც დასამალი არაფერი არ აქვს, იმან მხარი უნდა დაუჭიროს ბუნებრივია, მაგრამ ვინ არ უჭერს მხარს? იმას, ვისაც დასამალი აქვს ბევრი. და ეს დასამალი იმიტომ კი არ აქვს, მხოლოდ რომ 15 და 16,000 ლარიანი ჯამაგირები აქვს და იციან ძალიან კარგად, რომ დეკლარირების შემთხვევაში ძალიან ბევრი დაფარული ხარჯის გამომზეურება მოუწევთ. არამედ იმიტომ, რომ ისე რომ მათ არც არავინ არ კითხავს, წინასწარ გაწერილია თანხების უდიდესი ნაწილი მიმართული უნდა იყოს არჩევნების შავ სალაროში. აი ამაშია მთელი ტრაგიზმი მაგათთვის. ამიტომ არც ერთი ნაბიჯი უკან თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი და დავასრულებ რა. არც ერთი ნაბიჯი უკან. ჩვენ ბატონ ნიკოლოს ისევე ვართ ვალდებულნი დავიცვათ ახლა ღირსება, რომელიც დაკავშირებულია ამ საკანონმდებლო ტრილოგიის ბოლომდე მიყვანასთან, როგორც თავად ხელისუფლება. არ შეიძლება ხელისუფლებას უყუროთ გვერდიდან რას იზამს. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ხალხის მხარდაჭერა. საჭიროა კონსოლიდაცია და მე აი ამ მიზნით მაგალითად ვიქნებოდი ინიციატორი, რომ გაკეთდეს საყოველთაო კონფერენცია კონსერვატულ პლანზე და უკლებლივ ყველა მსურველი, ვისაც სურვილია, რომ მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში, იყოს მონაწილე ამისა და იქ მივიღოთ საბოლოო რეზოლუცია ამ კანონ პროექტების კანონაქცევის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კი ბატონო, გეთანხმებით, არც ერთი ნაბიჯი უკან ჩვენც ამ
იდეის მომხრეები ვართ. დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. გაიხარეთ, ბატონი დიმიტრი ლორდ-კიფანიძე იყო ანალიტიკოსი ჩვენი საუბარი და